ტექნოლოგიები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ფანტასტიკურად გვეჩვენებოდა, დღეს უკვე რეალობის ნაწილს წარმოადგენს. ტაქტიკური დრონები, ლაზერული იარაღი და საბრძოლო მანქანები სამხედრო შეიარაღების აუცილებელ კომპონენტებად იქცა. ამ ეპიზოდში ყველაზე თანამედროვე სამხედრო გამოგონებებს გაჩვენებთ. ფილმებში ხშირად გექნებათ ნანახი სცენები, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომავლის ჯარისკაცი. მომავლის ჯარისკაცის კონცეფცია 1990-იანი წლებიდან განიხილება. სწორედ იმ დროიდან, როდესაც სამხედრო ეკიპირების მასიური განახლების პროექტები დაიწყო. კონკრეტულად ეს მოდელი ერთ-ერთი იაპონური კომპანიის მიერაა შექმნილი. კომპანია მრავალფუნქციური და თანამედროვე ტაქტიკური აღჭურვილობის წარმოებაზეა კონცენტრირებული. ჩაფხუტი სახელწოდებით რონინი ორი ნაწილისგან შედგება. იაპონელები პროექტს მაქსიმალური სერიოზულობით ეკიდებიან. მათ კონსულტაცია გაიარეს სპეციალისტთან, რომელიც წარსულში ამერიკის მთავრობის სხვადასხვა ობიექტების დაცვის დონეს ამოწმებდა. ზოგიერთი თამაშების მოყვარული მაყურებლისთვის ჩაფხუტი შეიძლება ნაცნობად გამოიყურებოდეს, რადგანაც ის თამაშ ტარკოვსკიდან გაქცევაში გვხვდება. სამხედრო განვითარებაში არ ჩამორჩება ისრაელიც. 2021 წელს ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტით მართული ჭკვიანი დრონების გუნდი გამოიყენა. გუნდი ხელს უწყობდა სამიზნეების აღმოჩენას, იდენტიფიცირებას და მათზე თავდასხმას. ოპერატორს მხოლოდ მოქმედების მიმართულების მითითება და ბრძანებების გაცემა ევალებოდა. ასეთი გუნდების კონტროლი სპეციალური სისტემით, სახელწოდებით ლეგიონ X-ითაა შესაძლებელი. ის სხვადასხვა ტიპის უპილოტო, სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებისთვისაა შექმნილი. გარდა ამისა, სისტემას GPS-ის გარეშე მუშაობაც შეუძლია, რაც მას კიდევ უფრო მეტად ეფექტურს ხდის. ეს ამერიკაში წარმოებული მინიტანკი სახელწოდებით რიფსო M5-ია. მისი სიჩქარე 40 კმ/სთ-ია. პირთამწეობა კი დაახლოებით 3.6 ტონა. ტანკის დიზაინი მისიების ფართო სპექტრში გამოყენების საშუალებას იძლევა. დეველოპერები აცხადებენ, რომ ეს მოდელი მსგავსი ტიპის ტანკებში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და კარგად მანევრირებადია. მის შეიარაღებაში 30 მმ-იანი ქვემეხი და 7.66 მმ-იანი ტყვია-მქვევი შედის. M5 როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ტიპის დრონებითაც აღჭურვილი, რაც სადაზვერვო ოპერაციები ბევრად ეფექტურად წარმართას უზრუნველყოფს. შეიძლება იფიქროთ, რომ ამ გამოგონების ავტორი ტონი სტარკია. თქვენ ახლა F-35-ის პილოტის ჩაფხუტზე განთავსებული ვიზორის თანამედროვე ვარიანტს ხედავთ. გაფართოებული რეალობის დისპლეი პილოტს საშუალებას აძლევს გარემო ისე დაინახოს, თითქოს თვითმფრინავი გამჭვირვალე იყოს. სპეციალური სისტემის მეშვეობით ღამის ხედვის რეჟიმის გააქტიურებაცაა შესაძლებელი. ოპტიმალური სიმძიმის ცენტრით და ხმის ჩამხშობის სისტემით ფრენა ბევრად კომფორტული ხდება. კომპანია დარწმუნებულია, რომ მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ტაქტიკური თვითმფრინავის მართვა მსგავსი სისტემებით ბევრად მარტივი გახდება. ეს კომპაქტური ტაქტიკური დრონი არა მხოლოდ სამხედრო პირებს, არამედ პოლიციელებსაც გამოადგებათ. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შენობების ჩხრეკისას, ასევე კრიმინალებთან მოლაპარაკებების წარმოებისა და პოტენციურად სახიფათო ობიექტების შემოწმების დროსაც. დრონის წონა 1.1 კილოგრამია. მას ჰიბრიდული კამერა აქვს, რომელიც სიბნელეში მაღალ ეფექტურობას ავლენს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში დრონზე მინის ჩამტვრევი მოწყობილობის დაყენებაცაა შესაძლებელი. ამ მოდელის ფრენის ხანგრძლივობა 31 წუთი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია. ამ უბრუნების შემთხვევაში დრონს საჭირო პოზიციაზე დაბრუნების ფუნქციაც აქვს. სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიამ შექმნა საზღვაო საზეიმტო დანადგარი, რომლის მთავარი უპირატესობაც სროლის სიჩქარეა. მას წუთში ერთჯერადად 200 გასროლის განხორციელება შეუძლია. დანადგარის აწყობას მხოლოდ 1 საათი სჭირდება. საზეიმტო დანადგარი საჭიროების შემთხვევაში ხელით დამიზნების საშუალებასაც იძლევა. დანადგარს არც გემბანის ღიობები სჭირდება და არც კვების წყარო.
გერმანულმა ჯავშანტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ შექმნა ტრანსპორტი, რომელსაც მრავალი ფუნქცია აქვს. დაწყებული საინჟინრო და სამედიცინო პუნქტებიდან დამთავრებული გასაშლელი ხიდების მშენებლობით, ტრანსპორტს 15 მეტრამდე სიგრძის ხიდის მონტაჟი შეუძლია. მის მონტაჟს სულ რაღაც რამდენიმე წუთი სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში ხიდი მარტივად იხსნება, რაც ტრანსპორტს დამატებითი დავალების შესრულების საშუალებას აძლევს. საბაზისო ძრავის სიმძლავრე 700 ცხენის ძალა, ხოლო განსაკუთრებული დიზაინის წყალობით მას 30 გრადუსიანი დახრილობის დაძლევა შეუძლია. ალბათ, ისრაელის რკინის გუმბათის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ქვეყანას მის გარდა რკინის სხივიც აქვს. რკინის სხივის მთავარი ფუნქცია რაკეტების, დრონებისა და საარტილერიო ჭურვების ჩაჭრა და მათი განადგურება. სამიზნის გასანადგურებლად ლაზერი გამოიყენება. ამ პროცესს დაახლოებით 5 წამი სჭირდება. მაღალი ეფექტურობის გარდა, სისტემის ტრანსპორტირება მარტივადაა შესაძლებელი. რკინის სხივის დიაპაზონი 7 კილომეტრია. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს, სისტემის აქტიური წარმოება მომდევნო წლებშია მოსალოდნელი. ბრიტანული კომპანია HESCO სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გასაშლელ ბარიერულ სისტემებზე მუშაობს. სამხედრო საქმის მოყვარულებმა დიდი ალბათობით სიტყვა გაბიონის მნიშვნელობა კარგად იციან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ქვებით, მიწითა და სხვა მასალებით სავსე ბარიერებია. პოზიციის გამაგრების ეს მეთოდი სამხედრო საქმეში მე-16 საუკუნიდან გამოიყენება. კომპანია ამტკიცებს, რომ მათი გამოგონება 10 მეტრიანი კედლის სულ რაღაც 20 წუთში აშენების საშუალებას იძლევა. ამისათვის კი მხოლოდ და მხოლოდ 2 ადამიანი და 1 მანქანაა საჭირო. ეს მრავალფუნქციური უპილოტო სახმელეთო ტრანსპორტი ესტონეთშია წარმოებული. პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგანაც ის უკვე გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის სამხედრო შეიარაღების ნაწილს წარმოადგენს. ამ მოდელმა ევროკავშირის მიერ მალიში ჩატარებულ ოპერაციაშიც კი მიიღო მონაწილეობა. ტრანსპორტს 20 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და 200 კგ-მდე ტვირთის გადატანა შეუძლია. ის ჰიბრიდულ, დიზელისა და ელექტროძრავზე მუშაობს. ხელმისაწვდომია რამდენიმე კონფიგურაცია: ლოჯისტიკისა და საბრძოლო მასალების მომარაგებისთვის, დაჭრილების ევაკუაციისთვის, ჯავშანტექნიკის განადგურებისა და 91 მმ-იანი ნახმწკორცნით აღჭურვილი ვერსია სხვადასხვა მისიების დროს დამატებითი მხარდაჭერისთვის. შვედური წარმოების ესკატერი დაზვერვის, პატრულირებისა და სანაპირო ზოლის დაცვისთვისაა შექმნილი. აღნიშნული მოდელი ექსპლუატაციაში 1991 წლიდანაა. ის ნორვეგიის, შვედეთისა და ბრაზილიის სამხედრო შეიარაღების ნაწილს წარმოადგენს, ხოლო ამერიკას მისი წარმოების ლიცენზიაც კი აქვს მოპოვებული. უნებრივია, ტრანსპორტი მუდმივად იხვეწება. ეს კონკრეტული ვერსია წინა წელს ლონდონში გამართულ დამცავი მოწყობილობებისა და სისტემების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს. მასში 2900 ცხენის ძალის მქონე ძრავია, რომელსაც 70 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. კომპანია რაფაელმა შეიმუშავა სარაკეტო სისტემა, რომელიც მომხმარებლებს საზღვაო დომინირებასა და სახმელეთო თავდაცვის სისტემებში უპირატესობას პირდება. 300 კმ-მდე დიაპაზონის რაკეტებს ნებისმიერ ამინდში მაღალი ეფექტურობა ექნებათ. ცნობილია სისტემის 2 სახმელეთო და საზღვაო ვერსიები. სისტემა სამიზნეს ავტომატურად ეძებს. მისი აღმოჩენის შემდეგ კი ის იდეალურად სინქრონიზებულ შეტევაზე გადადის. ოპერაციის მიმდინარეობისას ოპერატორს ჩარევა ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია. აქტიურად მუშაობს კომპანია Boeing-ის ავსტრალიური განყოფილებაც. 2021 წელს Loyal Wingman-ი ცაში პირველად აფრინდა. პროექტს ავსტრალიის საჰაერო ძალები აკვირდებიან, რადგანაც უპილოტო გამანადგურებელი სწორედ მათთვის უნდა შეიქმნას. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში პირველი საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც ავსტრალიაში შეიქმნა. ცნობილია, რომ გამანადგურებლის სიგრძე 11 მეტრია. ფრენის დიაპაზონი კი დაახლოებით 3700 კილომეტრი. სპეციფიკური დიზაინის წყალობით გამანადგურებელი მისი სხვადასხვა სახის მისიებში გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ ყველაფერს განვითარებული ხელოვნური ინტელექტიც ემატება, რაც მას სხვადასხვა საჭირო ფუნქციებს ანიჭებს.
მორიგის სიახლე ისრაელიდან. ეს ახალი 120 მმ-იანი ნაღმთქორწნი დანადგარია. მისი მთავარი უპირატესობა უკუცემის სისტემაა, რომელიც დატვირთვას 30 ტონიდან 10 ტონამდე ამცირებს. მსგავსი უპირატესობა სისტემას საშუალებას აძლევს ჰამერსა და სხვადასხვა პიკაპებზე დამონტაჟდეს. მისი კიდევ ერთი უპირატესობა აწყობის სიჩქარეა. დანადგარის მოქმედებაში მოყვანას სულ რაღაც რამდენიმე წუთი სჭირდება.